კი, ჩვენ ვართ ყველი სამშობლო და ეს მე დამიდასტურა არქეოლოგია. ზუსტად იგივეა რაც ქვევრის ღვინო, დერგის ყველი ზუსტად იგივეა. თქვენ წარმოიდგინეთ სამეგრელოში განსაკუთრებული იყო არც მეტი არც ნაკლები მეგრული ბუდის ყველი. აი ეს სახე მიყვარს თორსა ასე გაოცებით შემომხედავ ხოლმე რას ნიშნავს მეგრული ბუდის. ინტერესებს ის ინოვაციები და ის ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც თქვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში და ფიქრობთ რომ კარგი იქნებოდა საქართველოში ეს ყველაფერი დაგვეყო. ყველაფერი მინდა. ჩვენი იდეაც ეს არის რომ შეინარჩუნა ტრადიცია და ახალი დაინატა. მე არ მინდა არც ერთი საწარმო რძის კი არა, საერთოდ მაღაზიაში არ მინდა შესვლათ, სადაც ასპი არ არის დანერგილი. ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე რომ შევიდეს ეს ჩვენი პროდუქცია, ამისთვის თუ არის რაღაც განსაკუთრებული დასაკმაყოფილებელი. აი ესე გიფარავ ხელს. ადამიანი რო კვდებაო ერთნაჭერ ყველს ჩაუდები, პრიშო ანდერძე ხელის მოწერა მოასწორებს. ეს არ არის იმერული ყველი, ეს არის მეგრული სუპის ყველი. პერიოდი იმერული არა, არა. აი, მთელი დედამიწის მოდელია ეს პატარა საქართველო. აქ გაკეთებული ყველი, არანაკლებ ხმაურიანი იქნება ვიდრე შვეიცარიული ყველია. არანაკლებ ხმაურიანი იქნება ვიდრე ფრანგული ყველია. ხო ხდებით, როგორც ღვინოში ჩაისხა დიდი ინვესტიცია და დიდი ყურადღება, ყველშიც უნდა მოხდეს იგივე. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენებური პოდკასტი კვლავ თქვენთანაა და მის სამყაროები კვლავ მე, გიგი დადალამაზიშვილი და უნიჭიერესი, უმშვენიერესი მეგი გურგენიძე ვართ. გამარჯობა, დღეს სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან მოგესალმებით და აღნიშნავ, რომ ჩვენ მხოლოდ სტუდიაში არ გიმასპინძლებთ, ჩვენ შემოვლით რეგიონებს, სადაც მომხმარებელს მივცემთ შესაძლებლობას მათთვის საინტერესო თემებში ჩაერთონ, განიხილონ და განავითარონ ჩვენთან ერთად. დიახ, ასეა, ჩვენებური პოდკასტი მანძილს და ძროს ამცირებს. ისევე როგორც ამას აკეთებს ჩვენი პარტნიორი MyCredo, ინტერნეტ და მობაილ ბანკი 24/7-ზე საბანკო სერვისებით სარგებლობის საშუალებას გვაძლევს. მართლაც ასეა, გიგი, თუ ადრე გვიწევდა ბანკის ფილიალებში ვიზიტი, დროის ხარჯვა და ფინანსური რესურსის, მათ შორის დღეს ეს ყველაფერი მობაილ ბანკის საშუალებით ძალიან მარტივია. MyCredo-ს დახმარებით რეგიონის მოსახლეობას აღარ უწევს შორმანძილზე წასვლა, ასევე შეუძლია დაზოგოს დრო, ხარჯები, უფრო მეტი დრო დაუთმოს იმ საინტერესო საქმის კეთებას, რაზეც ჩვენ პოდკასტშიც ვისაუბრებთ და მიიღონ საბანკო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ჩვენებური პოდკასტი მართლაც უფრო გვაახლოვებს, რადგან გარდა YouTube მაყურებლისა, ახლა როგორც მეგი მაგნიშთა, ჩამოვედით ზუგდიდში, ვართ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და ძალიან საინტერესო თემა გვექნება დღეს. ასევე გვეყოლება დარბაზი და ბევრ ამას შევიტყობთ ყველის შესახებ, ტექნოლოგიების შესახებ, ევროპული ტექნოლოგიების შესახებ, ციფრული ტექნოლოგიების შესახებ. სტუმრადაც მართლაც ამ დარგის გამორჩეული სპეციალისტი გვეყოლება, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც საინტერესო გამოცდილებებს გაგვიზიარებს და ასევე უპასუხებს ჩვენი დარბაზის კითხვებს. მოგესალმებით, ქალბატონო ანა, დიდი მადლობა, რომ ჩვენებურის ზუგდიდში მოგზაურობაში ამოვერთდით. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრით, რა პოტენციალი აქვს სამეგრელოს რეგიონს მეყოლეობის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მაქვს შანსი ვისაუბრო ამ თემაზე და მით უმეტეს სამეგრელოზე, იმიტომ რომ ჩემი ფესვები არის მეგრული და ბუნებრივია განსაკუთრებულად შემტკივა გული და მე როგორც მეყოლე მერძევეს და ასე ვთქვათ ამ თემაზე მომუშავე ადამიანს, სულ მქონდა ასეთი ძალიან გაზვიადებული წარმოდგენა ფერმერულ საქმიანობაზე სამეგრელოში, სამწუხაროდ რაღაცა წლების შემდეგ ეს პოტენციალი დაიკარგა, მაგრამ იმდენად რამდენადაც თვითონ რძის პროდუქტები, მეგრული რძის პროდუქტები არის უცვლელი მარგალიტი ქართული სუფრის და ეს არის დედოფალი სელეგინი, მე სელეგინს ვეძახი, უნდა სწორად გამიგოთ, იმიტომ რომ არცოთ სულუგუნს არ ვეძახით, სელეგინი ნიშნავს ზელეკინ, მოზილე კლავ, ამიტომ სუფთა მეგრული სიტყვაა და დიახ, ასეთი ერთ-ერთი ასეთი ახსნა აქვს ზელეკინ, მოზილე კლავ. ამიტომ ეს ჩემი სელეგინი, ეს ჩემი დედოფალი, როგორც ყველა მეგრელისთვის, ჩემთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი და საკმაოდ რთულიც არც ადრილი არ არის და ეხლა საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო გრანტების წყალობით და უფრო მეტად კი FAO-ს წყალობით ძალიან გამოცოცხლდა ეგ სეგმენტის სამეგრელოს. ძალიან გამოცოცხლდა, იმიტომ რომ საითაც არ გაიხედავ, სელეგინთან, კაზლაყველთან ერთად საერთაშორის აკეთებენ ევროპულ ყველებსაც, ანუ ქერქიან ყველებს, ნახავთ, უნდა ვარქმევთ მაინდა-მაინც ევროპულს, მაგრამ აკეთებენ ქერქიან ყოლს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკвит ხოლმე, როცა მეკითხებიან, რომ აი თქვენ რამდენი ყველი იპოვეთ და აღმოაჩინეთ და სამეგრელოში რა იყო განსაკუთრებული და თქვენ წარმოიდგინეთ სამეგრელოში განსაკუთრებული იყო არც მეტი არც ნაკლები მეგრული გუდის ყველი. აი
აი ეს სახე მიყვარს, როცა ასე გაოცებით შემომხედავენ ხოლმე. რას ნიშნავს მეგრული გუდისყველი? მეგრული გუდისყველი არის კრემისებური მასა, მაწვნისებური მასა, რომელიც აჭრილი რძის გამზადდება, თვითაჭრადია, რძე თვითაჭრადი ნედლეულია. მას ხანდახან კვეთიც კი არ ჭირდება, ისედაც გადასარევად მოყველდება ხოლმე თავისით. აი ეს თავისით მოყველებული რძის ეს არის რა პროდუქტი არის მეგრული გუდისყველი, ოღონდ კაცრად ის კეთდება თხის გუდაში, იყიდება სადაც ესეთი სამზადისი აქვს მეგრელებს, ეგრეთ წოდებულ ფაცხებში, სადაც ესეთი ნელი ცეცხლი არის მიშვებული, ნელბოლზე იბოლება, მერე ციცაკას ამატებენ და ხა მეგრელი და ციცაკის garaშე მოგახსენებთ არ ვარსებობთ. ამიტომ უკეთდება ეს მეგრული ციცაკა, უკეთდება ეს ბოლი ოდნავ დაკრავ და ნარინჯისფერია. საბოლოო ჯამში მას არის ნარინჯისფერი, არის დიდხანს კრემისებული პურზე გადასასმელი კატეგორიის ყველი და შემდეგ გვავდება, მაგრდება და მე მჭირს პირადად ისეთი უსაქციელობა, გავივლივ ჭამ, გამოვივლივ ჭამ, იმიტომ რომ ვერასოდეს ამ ყოლს ვერ ვეშვებდი, იმიტომ რომ მეგონა მე ვიყავი მარტო ეგეთ. არა, ყველს ახასიათებს ასეთი მიჯაჭულობა, ერთგვარი ნარკოტიკადაც კითხვიან, იმდენად ძლიერი დამოკიდებულებას იწვევს ყველი. დიახ, მეგრულ რძის პროდუქტებს უზარმაზარი პოტენცია, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომელიცაც მარტო ჩემს პოდკასტებში ვამბობ ხოლმე, ნახეთ მეგრელმა კაზლა რომ დაარქვა ყველს. აი ძალიან ენათმეცნიერებს მივაკითხე, მე თვითონ ფილოლოგიდან მოვდივარ, ძველი ქართული სპეციალისტი და მე ყოლე გავხდებოდი დიდი გზა გავლილი, მაგრამ ნახეთ სიტყვა კაზეინი რო იცის პროტომეგრელმა, იმ ძველმა კოლხმა, რომ იცის უკვე საქმეა, უკვე ამბავია, უკვე ისტორიაა, რომ რატო გაურია თავის ყველის დასახელებაში, კაზლაში, რატო გაურია კაზეინი. მე ასე წავიყვანე და სხვა შორს ცირა ბარბაკაძე, რომელიც არის ჩვეულებრივი ფილოლოგია და არჩეული ენათმეცნიერია, მითხრა, რომ ახლოს არის შენი, ეს ჩემი, ასე ვთქვათ, შეხედულება იყო, ჩემი თეორია იყო, არსად არ მიკლევი, არ მიძებნია და არც ერთ ენათმეცნიერს არ მიმართავს, მაგრამ ეს მსგავსება ფონეტიკური მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ძველ მეგრულ კოლხურ კულტურაში, რძის კულტურაში ვიპოვო ეს ფესვები და ვამტკიცო ის, რომ ჩვენ უძველესი ქვეყანა ვართ, ყველის მწარმოებელი, ისევე როგორც ღვინის მწარმოებელი. აი სხვათა შორის მაგალითად მინდოდა მეკითხა თქვენი ფრაზა, რომ საქართველოს ყველი სამშობლოდაც შეიძლება იქცეს. ეხლა ცოტა შორიდან დავიწყებ, მაგრამ ვესწრები რომ მოკლედ ძალიან მოკლედ. ვიწყებ რომ ვამტკიცებ რომ ნამდვილად ოღონდ მარტო მე არა, ამას ძალიან ბევრი ისა აქვს, აქვე წინაპირობა, რატომ შეიძლება იყოს ღვინის სამშობლოსთან ერთად ყველი სამშობლო. ღვინო როდის მოიგონა ადამიანმა, როცა ნახა ვენახი, დაწურა, დაათრო, რაღაცა ესეთი ეიფორიაში მოვიდა. რა არის რძე? მე და თქვენ ხომ რძით ვიწყებით. პირველი რასთან მაქვს მე დედის ძესთან, ხო? დედის ძესთან რომ მაქვს შეხება, დედამ რომ მოაწოვა ბავშვს ძუძუ და თქვა თუცა მოიღო ბავშვმა პირველისა და რაღაც მოხაჭოებული რომ დედამ დაინახა, აი ფიქრე კუჭი რაღაცა ხდება. გაუშვა ქმარი, ნანადირეი მოიტანა, კუჭი ამოიღო, გაურია ამ რძეში და მიიღო უცებ რაღაცა მოკვეთილი მასა. ანუ ბევრად უფრო ასაკიანია ღვინოზე ბევრად, იმიტომ რომ პირველი კაცობრიობამ, ბიოლოგიურმა არსებამ თხას, ზებუს, როხას, კამეც რაც გამოსტყო არის ძე. ჩვენ ხომ ხბოს და იმას ვართმევთ არა, ზაქებს ვართმევთ თავის კუთვნილ ძეს. და რძე რადგანაც უკვე თქვი რომ თვითაჭრადი ნედლეულია, არაფერი ისეთი დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რომ მისგან მიიღო მოყველებული მასა. აი ხაჭოც კი ყველია, მაგრამ დამბალ ხაჭოს ძალიან დიდხანს არ მირეგისტრირებდა სახელმწიფო, მე ხაჭოა ყველათ როგორ უნდა დავარეგისტრიროთ. დამბალ ხაჭო. სახელწოდებაში ხაჭო ფიგურირებდა და არ უნდათ ვიცი დარეგისტრირება ყველა და მე ვთხარი ნახევარი მსოფლიო ხაჭოყველების კატეგორიას ართმევს ყველს და აბა 4000 ყველი როგორ შეადგინა იმ ფრანგმა, იმ ჰოლანდიელმა, იმ შვეიცარიელმა და ჩვენ აქ 60 ყველი ვერ უნდა დავარეგისტრიროთ და თქვათ 100 თუნდაც ხო, თუმცა ამდენი არ არის. ძალიან ხშირად აზვიადებენ ამას მედის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ყველას გვიხარია, ბევრი რო გვაქვს ეს მოუწონს, თუმცა ცოტა ნამდვილად არ გვაქვს. კი, ჩვენ ვართ ყველის სამშობლო და ეს მე დამიდასტურა არქეოლოგიამ, იმიტომ რომ მე მკვლევარი ვარ თავისთავად ცხადია და ყველაფერს მაინც მეცნიერებიდან ვცდილობ რომ ახსნა მოგუძებნო და როცა ეთნოგრაფიას სწავლობ, ანუ რა ჭურჭელში დამზადდა ყველი, ხო? აგერ მაგალითად ჩემს მეგრელ გოგონებს ყველა მიცის ჩოჩოს არსებობა. მე ხან ჩეჩოს ეძახი, ხან ჩოჩოს ვეძახი და გამისწორებენ აგერ გოგონები. ხის ყუთები იყო ჩვეულებრივი, რომელშიც ყრიდნენ ყველის მარცვლებს, ხო? ასევე მაგალითად დიდხანს ვიკვლე და მივედი იქამდე, რომ გუდის ყველი
მაგალითად რა არის გუდის ყველამდე რძეს რაში ინახავდა პირველი პროტო ადამიანი ბუშტში საქონლის ბუშტში იმიტომ ის არის ბიოლოგიური კონტეინერი ასე ვთქვათ იმაში ინახავდა და თან ის მიკროფლორა რომელიც არის ამ ტყავში ფაშუში და სიტყვაზე ბუშტში საქონლის ბუშტში ყველაფერი რძის თვისებებზე მოქმედებს ის კულტურად იქცევა მის ბიოლოგიურ კულტურად იცვლება და კვეთილისგანაც შეიქმნა შემდეგ ანუ ადამიანი ყველაფერს რასაც იყენებს პროდუქტის შესაქმნელად ყველაფერს ართმევს ბუნებას ხო ყველაფერს ართმევს დაკვირვებით აკეთებს ამ სამეგრელოში ეს ყველაფერი თამოყრილია ასეც და ისე თხის კულტი იყო ძალიან დიდი ანუ იგი მაგალითად მესხებს აქვს ძალიან კარგი კულტურა ფაშში დავარგებული ყველი შესანიშნავი ყველი მესხებს არ დარჩათ სამწუხაროდ თურქებმა ძალიან გაააქტიურეს ამ მიმართულებით თურქეთში არის დღეს ეს ყარამკაიმაღი ქვია არაჩვეულებრივი ყველია თუმცა ჩემი მესხი მეგობრების და მეყველებიც იმედი მაქვს რომ ოდესმე თქვენ იქაც იმოგზაურობთ ცოტა ხნის წინ გავსინჯე ტენინი ყველი ესე მითხრეს სახელწოდება ტენინი ყველი გაასინჯა ცოტა ხნით და მე ახლა თავს უნდა ვიკლავდი აქ რო ვზივარ ტენინი ყველი არის აინახეთ მე მყავს უამრავი უცხოელი ექსპერტი ახლა BBC-მ გააკეთა დიდი რეპორტაჟი შემდეგ და ამის გამო ძალიან ბევრი უცხოელი ახლა ვფიქრობენ რომ აუ BBC-მ ახლა გააკეთა ესე იგი ეს მაგარი მეყველია ეს კალი დიდი არაფერი მაგრამ ის რეპორტაჟი ძალიან დამეხმარა ცნობადობის გაზდაში მე კი არა ქართულ ყოლს დაეხმარა პირველ რიგში და როდესაც მოდიან ახლა მაგალითად დასრულდა ფილმი დასრულდა კი არა უკვე მოხიკა ყველა კონკურსი გაიმარჯვა ფუდ დოკუმენტალისტების ფილმი გააკეთა ამერიკელი დოკუმენტალისტები იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და რომ გავუგზავნე ყველაყველი მათ შორის ნარჩვი სვანური ყური არ გექნებათ გასინჯული ნარჩვი ხო გასინჯეთ აუცილებლად აქვე ხართ და მოითხოვეთ რომ გასინჯოთ აი გასინჯა სერიოზული ყველია იმდენად სერიოზული რომ გადამღები ჯგუფი რომ ჩამოვიდა ავსტრალიელი ფოტოგრაფი ახლდა დეივიდ ფარლის ესეთი ძალიან ამბიციური ძალიან ესეთი გონიერი ბლოგერი არის National Geographic-ისთვის მუშაობს და გადაიღეს მათ ფილმი და მითხრა რომ თქვენ არ ახართ ნორმალურები ასეთი ყველი გაქვთ და რატომ არ არის ის რესტორნებში ნარჩვი აი ტენილი მე გავუგზავნე ამ ფუდ დოკუმენტალისტებს წინასწარ რამდენიმე ფილმზე იმიტომ მე პატარ-პატარა ფილმებს რო ვიღებ ხშირად ამას უცხოელები რომ თხოვენ ვუგზავნი და ეგრევე თქვენს რომ აი ეს ყველი გვინდა იმიტომ რომ ეს არის სპექტაკლი პერფორმანსია, იმიტომ რომ ქალი მთელი საათების განმავლობაში, ხაშოს თერმულად დამუშავებული სულგუნის ბიძაშვილია, გარე ბიძაშვილი, იმიტომ ისიც იწელება როგორც სულგუნი, მაგრამ მესხს რო უთხრა რომ სულგუნს აკეთებო, იქვე დაგხრეთ, ამიტომ არ უნდა უთხრა, იმიტომ რომ ეს მისი ყველია, ძაფებს აკეთებს, ოღონდ აკეთებს ისეთი სიხშირით ატრიალებს ამ თერმულად დამუშავებულ თოკებს, ჯერ თოკია, მერე ჩაყოფს მდუღარე წყალში ამოიღებს, გააჭიმავს და ასე სადღაც სქელი თოკიდან მიიღებს თმის ღერის ხელა თმის ღერის ხელა ყველი ამოდის და ის ძაფები, როდესაც 100,000 ძაფს ამოიყვანს უკვე ამ იმიდან, გადაფენს ამას თოკზე, მარილწყალში გავლებს ცოტა შემაგრდეს და მე ამას ჩადებს ნაღებში. ერთი ფრანგი მყავდა ასევე სტუმარი, ძალიან ესეთი გამეპრანჭემი, ხა ეს რა არის, მოცარელა არის ჩვეულებრივი, მასკარპონეში ამოვლებული და ნუ ისეთი გასიებული ვიყავი, რომ ახლა ამას ვცემ ფიქრობ, მაგრამ ხო არ ცემ სტუმარი კაცია, ხო? წავიყვანე რა საკვირველა კალინასთან, რომელიც არის ტენილი ყველის დედა და მითხრა ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ეს არის წარმოუდგენელი ყველია, არაო, ასეთი არაფერი არ მინახავს, მართლა უნიკალური, ანუ ყველა გადამღები ჯგუფი თუ ექსპერტი ვინც ჩამოდის, ბევრი ჩამოდის, სხვა შორის სწავლობენ ამ ყოლს ამ მესხეთში, მეუბნებიან რომ ეს არის უნიკალური ყველი. იმიტომ რომ შრომატევადი არის და იმიტომ უსაშველოდ გემრიელია. სხვა შორის ირამ დღეს გზაში რომ მოვდიოდ, ესეთი რაღაცა მითხრა რომ ირა აკეთებს ქერქიან ყველებს, მითხრა რომ ახლა ცოტა ხნის წინათ ვიყავი რაღაც ღვინის ფესტივალზე და ეკო ბავშვები ჭამდნენ ამ ყოლსო. ბავშვი ყველაზე ესეთი ინდიკატორია, სერიოზული რეცეპტორები აქვს და ვერაფერს ვერ მოაწონებს. ჩვენ დიდებს შეიძლება რაღაცით თავს ვერ მოახვევს. მიბაძვით მოგվეწოს ის ჭამს, ახლა ბროკოს ერთ წელიწადია ვცილობ შემიყვარდეს და ვერ შევიყვარე ვერაფრით, იმიტომ რომ ნუ აი მიბაძვით ხო. ნუ იმედია ოდესმე შემიყვარდება, მაგრამ ნახეთ ბავშვს ამას ვერ მოახვევ თავს და რახან ვერ მოახვევ თავს და აგერ ირასყველი მოეწონა და ჭამა ბავშვმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კარგი პროდუქტია, იმიტომ რომ ის არის მიუკერძოებელი, შემფასებელი, პრეტენზიული, ამბიციური, ბავშვს ყველაფერს. აი ტენილზე ჭირთა ეს ბავშვებს რა, აი სასწაულები ხდება ცხოვრებაში რომ ის პროდუქტი არ უჭამია ბავშვს, თქვათ თუნდაც მიუღებლობა აქვს ან კაზეინის ან ლაქტოზის, სიამოვნებით ჭამს ამ ტენილ ყოლს. ასე რომ ამ სამეგრელოში განგანიან ტენილ ყოლზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტია რომ ასე თქვათ რძის პროდუქტებით უხ ქვეყანაში სამეგრელოში
მთელი რიგი მარგალიტობები გვაქვს და პერსპექტივა კი თავიდან რომ მკითხეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ძალიან დიდია, სამეგრელოში უნდა გაჩნდეს ბევრი ფერმა, ძალიან ბევრმა ინვესტიცია უნდა ჩადოს, ფერმები უნდა აღორძინდეს და როდესაც კუთხეს რეგიონს თავისი ჯიში აქვს გამოყვანილი, ხევსურული ჯიში თავისთავად არსებობდა ის წითელი და აქ გამოიყვანა სულ რაღაცა რამდენიმე წლის წინ საბჭოთა პერიოდში კვარაცხელიათ უფრო ადრე კიდე კვარაცხელიათ ჯიშის რო არსებობს ჩვენი ენდემური მაღალცხიმიანი უგემრიელი უკარგეს რატომ არის განსაკუთრებული სელეგინი იმიტომ რომ რასაც ჭამს ბალახს რა წყალს სვავს ყველაფერი ამაზე დამოკიდებული მე ერთი მოხევე კაცი მყავს ჯურხა არ სასწაული თურსოს ხეობაში მეც იხოვნია მარტო ცხოვრობს და ფერმა აქვს და ხანდახან ვაბრაზმენია და მინახავს კი ვაბრაზე ხომ ჯურხა ეხლა მეთქი მექსიკელმა რო გააკეთო შენ სასწაულ ყოლს აკეთებს დიდ თავებს აკეთებს მე აგზავნის ზაუგში იქ ცოცხალი თურიმე დარჩა სინჯებს იმათ აბა თუ გავს ეს მაშინდელ ყოლს როცა ჩვენ ვაკეთებდით და udastureben ხან არ udastureben და მეთქი დიდი ამბავი მეთქი რა ვერ მოგპარავს ვერავინ ამ რეც და პასუხი ვერ იზამს რატომ ვერ იზამს მეთქი ვეძაია რა აქ ის 40 მჟავე წყალი ჩამოსდის აქედან იქიდან სუატის მდინარე თერგი ყველაფერი და ერთ დღეს ამას ვასინჯებ მეორე დღეს იმ ერთ დღეს ამ მარილ წყალს გავაკეთებ მეორე დღეს იმ წყაროზე და ანუ ამას აქვს მნიშვნელობა რა ჭამა რა წყალი დალია რა წყარო რა ტემპერატურა ხვდებით აი ესეთი რაღაცებით იქნება კუთხური და რეგიონის ყოლები და სამეგრელოს იმდენი აქვს ჭალაც აქვს ვაც აქვს ტროპიკულიც აქვს თაც აქვს ყინულებიც აქვს ანუ ყველა დედამიწის მოდელია ამიტომ როცა ასეთია რეგიონი ასეთი დაჯილდოვებული ამდენი სიმდიდრით ბუნებრივია იქ ყველა პროდუქტს აქვს თავისი განსაკუთრებულობა და უნიკალურობა რა თქმა უნდა ქალბატონო ანა აი ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოების პროცესში აი ეს როგორ ვითარდება და ზოგადად როგორი პოტენციალი აქვს უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება დღეს ამ შედეგების მიღება ტრადიციებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თუ აი ეს სინქრონი როგორ ხდება ამ ყველაფერს აი ვერ ჩავაწყობდი ამ შეკითხვას ისეთი კარგი კითხვა მადლობა ამ კითხვის თუმცა მეშინ ნუ აი ეს ჩავება მეშინ მაგრამ მე ისე მოეწონა რომ თუ შეიძლება მედოსაო და მიითვისა ესე ყველა კითხვა ფანტასტიკური ძალიან კარგი შეკითხვა და კიდევ ერთხელ მადლობა ძალიან მეშინი ახლა რასაც გავცემ პასუხს რომ აქ გოგონები ისე შეიძლება შემეკამოთონ იმიტომ რომ აქვთ ამის უფლება 1000% და რატომ აქ იგივე კაზლაყოლს რომ დაუბრუნდეთ როდესაც კაზლაყველი არის ესეთი ოთხკუთხედი ფორმის ყველი თეთრი ყველი ცოცხალი თავით არ დაუძახებ რასაც ეძახიან იმიტომ რომ ეს არ არის იმერული ყველი ეს არის მეგრული სუფრის ყველი პერიოდი იმერულ არა კაზლაყველი არის ჩვეულებრივი თეთრი სუფრის ყველი მე დედა იმერელი მყავს და რაღაცა კი არა როდესაც კაზლაყოლს ვინმე იმერულს ეძახის მე ვიწყებ ომს ხმალაობას და თავი მოჩვრა მემართება იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ასე იმიტომ რომ რატომ და წავართვა სამეგრელოს თავისი ყველი აქვს ასეთი უნიკალური ხაზრი შედგა ესე იგი მეგრული ამბავი არის კი აბსოლუტურად მეგრული ამბავია კაზლაყოლე სახელიც ხო ხედავთ კაზეინი ფიგურირებში თელი ამბავია ნამდვილად ამბავია და ნახეთ ახლა როცა აკეთებს მეგრელა ჩემი მეგობარი გოგონები ირა ლეილა ნახეთ ისინი როცა აკეთებენ ამ ყოლს სულ ცდილობენ რომ ძალიან ბევრი აი თითოეულ მათგანს აქვს 4-5 დიპლომი უკვე ფერმერობაში ყოლის წარმოებაში ეხლა სტუდენტები არიან მინდა გითხრათ ჩემზე დიდები არ არიან პატარები არიან მაგრამ სტუდენტები არიან ნახეთ როგორი რაღაც არის სულ სწავლობენ რაღაცა და ყველა სწავლება მათგან ისევე როგორც ჩემგან ახლა მე მიწევს ევროპის ქვეყნებში მუშაობა და სხვაშორის აზერბაიჯანშიც ვიყავი ძალიან სერიოზულ ქარხანაში 60 ტონა მარტო გვერდით რო ფერმა ქონდა იქიდან შემოსდიოდა რძე 60 ტონა დანარჩენს კიდე დანარჩენ აზერბაიჯანში აგროთ აზერსუდ არის ესეთი გიგანტი კომპანია და იქ ვასწავლით იქაც ქართული ყველა ინტერესებდა და ნახეთ ყველგან არის მთავარი მოთხოვნა რა თანამედროვე პირობებში. იმდენად რამდენადაც ნაერთი მზისგან კეთდება ინდუსტრიული ყველი და ახლა გოგონები აგერ ჩვენი გოგონები რომლებიც მეწარმეები არიან უკვე ესენიც ვალდებული არიან რომ თვითონ თუ არ ეყოფა თავისი დღე რომ გაეზახა ისეთი მოთხოვნა ამაზე რომ ვარსკვლავები არიან ჩვეულებრივი ფესტივალების ვარსკვლავები არიან მათზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა უნდათ მათი გაკეთებული ყველი და თავარი რა არის ადამიანის რეცეპტორები მიჩვეულია ნამდვილ გემოს ნატურალურ გემოს აი ვიტყვი ახლა იმ ჯადოსნურ სიტყვას რომელიც არავის არ უყვარს და არც მე გიждები სიტყვაზე პასტერიზაცია.
პასტერიზაცია მარტო ყოველს კი არ ჭირდება, თაფსაც ჭირდება და ბევრ პროდუქტს ჭირდება. პასტერიზაცია რა არის? რაღაცის გაცხელება, მერე ჩამოყვანა ტემპერატურის და ამ ტემპერატურული რეჟიმის დროს ის პათოგენური ბაქტერიები გვხვდება და შენ დაწული ხარ, რომ დაავადება, რომელიც ვეტერინარული არის ამა თუ იმ რძეში, ამა თუ იმ ნედლეულში, მარტო რძეზე არ არის ლაპარაკი, იგივე თავსაც ჭირდება პასტერიზაცია, ის დაავადებები ნადგურდება, ის ბაქტერიები ნადგურდება. უსაფრთხო რო იყოს პროდუქტი. უსაფრთხო და უვნებელი რომ იყოს, მაგრამ ნახეთ, ევროპაში მაგალითად საფრანგეთში იყო ძალიან დიდი ესე თქვათ საფრანგეთს უყვარს რევოლუციები და ერთ-ერთი რევოლუცია შეიძლება და გამომხდარი იყო რძის რევოლუციაც, იმიტომ რომ მათ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწიეს და არა მარტო საფრანგეთმა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ თქვეს რომ ჩვენ 300 წელია ვაკეთებთ პასტერიზაციის გარეშე. არ მინდა, არ გავაკეთებ პასტერიზაციას, მაგრამ მაშინ სახელმწიფო ეუნება რეგულატ დიდი ქარხნები თუ დიდი არა საოჯახო არის არტიზანული ყველი და არის ინდუსტრიული ყველი. ჩვენც ამ კატეგორიის ქვეყანა ვართ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არჩევანი არტიზანული ყველი გვინდა, ანუ სოფლის ყველი, family-ში სასაც ეძახიან, ოჯახის ყველი, ხელის ყველი, ბევრი რამე ქვია ამათ სინონიმები, ბევრია თუ ინდუსტრიული, ხო? ინდუსტრიულ ყველში მთავარი მოთხოვნა არის პასტერიზაცია. მთავარი პასტერიზაცია კი არა, ორმაგ პასტერიზაცია, დისტილიზაცია თუ რაღაცა ქვია ტერმინი არ მახსოვს, მაგრამ აი ორჯერ უნდა გააცხელო რძე და მაშინაც კი არ ახარ გარანტირებული. მაგრამ რა ხდება? ამ პათოგენურ ბაქტერიებთან ერთად ის კეთილშობილი ბაქტერიები რასაკვირველია კვდება და საგემოვნო თვისება ნახევრდება. თუ მეტი არა. ანუ ის აი შეროჭამდა რაღაცა რეცეპტორები რომ აგიფეთქდება და რევოლუცია რო ხდება და ჩეგევარა რო ხდება თავში და სასწაულები ხდება გემოების სეიმი რო ხდება ყველში და ძის პროდუქტებში, კარაქში, ერბოში, ყველაფერში, ხო? ის რასაკვირველია ნელდება და ის გემო არ არის და ადამიანი არა იცით რა ბებია ჩემი რო აკეთ. ბებია შენი არ აკეთებდა პასტერიზაციას არასოდეს არ აი 35-37 მაქსიმუმი ყოფილიყო თუ გაექცეოდა ტემპერატურა თორე 35-ზე თიც ჩაყოფდა და ოდნავ თუ უკბენ და ოდნავ ის უკვე საკმარისი იყო. აი მაწონი მაგალითად პასტერიზებული მაწონს 90-მდე აყავდათ და მერე ჩამოიყვანდნენ და მაწონის სუფთა სტერილური ამბავია, მაგრამ მაწონს თავისით ზემჟავა ბაქტერიებად ისეთი რომ იმას არაფერი არ თვითონ არის წამალი, თვითონ არის აფთიაქი და ასე შემდეგ. აი იგივე არ არის ყველი ცოტა ფრთხილი პროდუქტია, ნუ იქ ისედაც ალერგენი არ ზე და ბევრ რამეს ასე ვთქვათ ითვალისწინებს სათავისოდ. ამიტომ არჩევანი ასეთი, აი ევროპის არტიზანული ყველების მწარმოებლებმა მთებში ცხოვრობენ ავსტრიაში, სადღაც შვეიცარიის ალპებში და ნამყოფი ვარიგ და ვიცი როგორ უდგებიან. ნუ იქ არის პასტერიზაციის კულტურა სხვანაირად ტრადიციულ მართლა აცხელებენ და მაგალითად აი ჩემი გოგონები, მეგობრები რო აკეთებენ ქერქიან ყველებს, ისინი მაღალ ტემპერატურაზე აყევთ და ბუნებრივად ხდება ის პასტერიზაცია, იმიტომ იმ ყველს ასე ჭირდება. გაცხელება, ჩედარიზაცია, წყლის გამოდევნა და ბევრი რამე ტერმინებით რო არ გადაგღალოთ. აი ნახეთ, თანამედროვე ტექნოლოგიების მოთხოვნა არის ესეთი მიდგომა. ან ვირჩევ გემოს და ვრისკავ და ვაკეთებ აქცენტს გემოზე, ოღონდ ზუსტად უნდა ვიყო დარწმუნებული, მეც და ჩემი მეგობარი მეყოლებიც ამაში დამეთანხმებიან, რომ საქონელი არის ჯამრთელი. ანუ ძროხა ენას ოდნავ რო აქეთ გამომდეს, უნდა იცოდეს იქ რაღაცა თურქული ხო არ დაიწყო. რა იქ რაღაცა თუ მოხდა თვითაბორტი და თუ უბეწო ბალნიანის დაება და ხბო, ესე იგი ბრუცელოზის თემები ხდება. ეს უნდა იცოდეს ყველა ფერმერებს, ახლა ვეტერინარები, დიპლომიანი ვეტერინარები არავის არ ყავდა, ხო არც ბებია თქვენს ეყოლებოდა, არც ბებია თქვენს, თვითონ ხდებოდნენ როგორ მოევლოთ პირუტყვისთვის და როგორ ყოფილიყო უსაფრთხო. ჯერ ერთი ეს საქონელი დაეცემა, ხა თურქული მაგალითად ზეში არ გადადის, მაგრამ საქონელი ვერ ჭამს, შიგნით გამონაყარია, ეცემა, ვარდება, კვდება. ამდენად ფერმერი თვითონ არის დაინტერესებული, რომ არაფერი არ ჭირდეს, არც მასტიტი არ კონდეს. სული რომ დაუზიანდება საქონელს, იქ მასტიტი გარანტირებული, ფარული მასტიტი, სანამ ამას მიხვდება ჩვეულებრივი რაღაცა, ვიღაცა გულისხმოთ მოეკიდა, ისე მოყიდარზე არ შეამოწმა, ხო? აგერ ვინც მეყველეა, ის არის ვალდებული, რომ ეს ყველაფერი იცოდეს და სახში კონდეს ამოწმოს მუდმივად. თუ ეს ყველაფერი გაცნობიერებულია კარგ მეყველეს, კეთილს ინდისიერს, გულიანს, სხვისი სიცოცხლის დამცველს, ის აუცილებლად ძროხიდან, აი ბალახიდან რაჭამა საქონელმა ვიდრე ყველს ამოიყვანს, ყველა გზა, აი ეს მიკვლევადობა რასაც ქვია, ხო, აი ისოს რომ ეძახით, ჰასფს რომ ეძახით, ასე შემდეგ უამრავ ცხორ რაღაცებს რომ აბრეხვებთ, ხო? ეს ყველაფერი შინაგანად თუ აქ მოწესრიგებული მეყველეს, ის ამ ყველაფერს დაიცავს. ეცოდინება ძროხას რაჭის, ტესტერიც ექნება სახლში და მისი ყველი იქნება უვნებელი და რასაკვირველია
გემრიელი. იმიტომ რომ მან იმ რძეს არაფერი არ მოაშორა. თუმცა ეხა თანამედროვე პირობებში ყველაფერს უბრუნებენ. არსებობს გიგანტი კომპანიები, დანიცკო, ჰანსენი, ესენი ერთი კომპანია იყო, გაიყვნენ და ორივე გიგანტი გახდა, იმიტომ რომ სასწაული ხალხია, ბაქტერიებზე მუშაობენ და მუშაობენ კულტურებზე. აი რა კულტურა უნდა დაუბრუნო უკან რძეს რო ამოაცალე ყველაფერი, უკან რა დაუბრუნო, რომ ის საგემოვნოთ ისება არ დაკარგოს. იმიტომ რომ რძე ზოგადად რძის პროდუქტები მართლა ნარკოტიკია, ერთგვარი ჩვენ ვართ დამოკიდებული. ბავშვობიდან და ვიბადებით რძით და ვკვდებით ით. აი ესეთი ლეგენდა შემხვდა, იმიტომ მე ბევრს კითხულობს საერთაშორისო ლიტერატურაზე, ნახეთ, შემხვდა ესეთი ლეგენდა, რომ ადამიანი რო კვდებაო ერთნაჭერ ყველს ჩაუდები პრიშო ანდერძე ხელის მოწერა მოასწოს. ხვდებით რამხელა ენერგეტიკა და რამხელა რაღაცის მოცემა შეუძლია, აი ამ მართლა ღვთაებრივ სითხეს და მართლა უნიკალურ პროდუქტს. ბატონო ანა, თქვენ წეგანაც საუბრობდით, სანამ პოდკასტს დავიწყებდით, რომ თქვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ და მაინტერესებს ის ინოვაციები და ის ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც თქვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში და ფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა საქართველოში ეს ყველაფერი დაგვენერგა. ყველაფერი მინდა. ყველაზე პირველ, ყველაზე მთავარი რას ფიქრობთ? აი, რა არის? ყველაზე მთავარი მე მაინც მგონია, რომ ცოდნა რომელიც არის იქ დაგროვილი უკვე და გამოცდილება რომელიც იქ არის დაგროვილი. აი ისევე უკვე ვისაუბრე ამაზე, ჯაჭვი. აი ეს უწყვეტი ჯაჭვი. მაგალითად აი რო ნერგავენ ჰასპს, ხო? რას ნიშნავს ჰასპის დანერგვა? მე არ მინდა არც ერთი საწარმო რძის კი არა, საერთოდ მაღაზიაში არ მინდა შესვლა, სადაც ჰასპი არ არის დანერგილი, რომ მე მიკვლევადობა შემეძლოს, სად დაირღვა. აი წამოვიღე რძე მაგალითად, იმენა წერძი აი ჩვენი წინაპარი რა მოწველი და თუ არა რძეს რასაკეთებდა წყარო ქონდა გვერდით და ბიდონს რომელშიც რძეში ჩაწველი და ხის იყო თუ ლითონის იყო სანამ ლითონი შემოვიდოდა ხო ხარ ბიოლოგიური კონტეინერი არწევობდა სულად ბავშვი ამ რძეს ცივ ადგილას დადებდა ანუ წყაროში ჩადებდა რომ არ მოვდო რძე არის ესეთი 200,000 ბაქტერია ყველა იწყებს ყვირილს ყველა ცოცხლდება წამის მიასეჭი და ვერ ასწრებს ასე ვთქვათ ამიტომ აგრილებდა მას ამიტომ გაგრილების სისტემიდან დაწყებული მაცივარ მანქ ყველაფერი მე თელი ჯაჭვი მინდა მარტო პასტერიზატორი კი არ მინდა მარტო რაღაცა უნიკალური ჰომოგენიზატორი კი არ მინდა რომელშიც ყველაფრის გაკეთება შემიძლია ყველაფერი მინდა ჯაჭვში რაც არის გამაგრილებელი მანქანა პირველი მოუწველე თუ არა ეგრევე ბიდონში გამაგრილებელში უნდა მოხდეს ყველა ძროხას უნდა კონდეს თავისი ვედრო თავისი ტილო ანუ ქალია ხო ბიოლოგიური არსება ერთს რო გამოუსვი და მოუბანე წური იმ ტილოთი და იმ ქაღალდით არ მინდა 50-მდე მივიდა ამას თუ აქ მასიდი ჩათვალე ანუ აი ეს დაცვა სისუფთავის სტანდარტების დანერგვა არაფერი აი განსაკუთრებული ტექნიკა არ მინდა იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი შინაგანი კულტურა არსებობს მოვლის, საქონლის და რძის მოვლის, მაშინ არანაირი ტექნიკა არ მჭირდება ისეთ უნიკალურებას მივიღე პროდუქტს. აი ეს მინდა მიკვლევადობა, სად მოხდა დაზიანება. აი ეს ცოდნის იმპორტი მინდა, სხვა არაფერი არ მინდა. ცოდნა მინდა მოვიტანოთ და დანარჩენი ტექნიკას მე ყველაფერი იაპონიასაც მომყიდის, ჩინეთის მომყიდის, თურქეთის და აქაც უკვე არაჩვეულებრივი ინჟინრები ყავს, სასწაულ ტექნიკას ამზადებენ და ნებისმიერ ჩემს კოლეგა მეყოლებს სიამოვნებით ურჩევდი მათთან თანამშრომლობას, არავის ნაკლებ ტექნიკას პასტერიზატორიდან დაწყებული ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად. ცოდნა, რომელიც არის დაგროვილი, რომელმაც შეინარჩუნა ტრადიცია და ახალი დაიმატა. ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე რომ შევიდეს ეს ჩვენი პროდუქცია, ამისთვის თუ არის რაღაც განსაკუთრებული დასაკმაყოფილება. აი ესე გიფარავ ხელს, იმიტომ რომ ესე ჩემი კითხვა სხვათა შორის. ხო? კი, მე მინდოდა დამისვა და მე კი რას კაი კითხვები იყო, ესე იგი გამოხრივე, საუკეთესო. ნახეთ ბავშვებო როგორი რაღაც არის. ეხლა მე გეტყვით ძალიან ცუდ რამეს. ნახეთ, იმისთვის რომ ჩვენ ევროპის ბაზარმა გამოგვიყოს კვოტა და ამერიკის ბაზარმა გამოგვიყოს შეგვიშვას რძის პროდუქტებით, ხორცის პროდუქტებით თავის ბაზარზე, რომელიც აქ დაალაგებული, დაწყრიალებული, ну რა ვიცი. გაჯერებული შეიძლება ითქვას, არა, გაჯერებულს თავი დავანებოთ. უბრალოდ იქ შემთხვევითი პროდუქტი ვერ მოხდება, ისეთი უკიდურესად მძიმე რეგულაციები აქვს და ვერ მოხდები იქ ესე მარტივად. ნახეთ, იმისთვის რომ ჩვენ შეგვიშვას რძის პროდუქტებით ევროპა მან ამერიკა უნდა გამოუშვას ექსპერტთა ძალიან დიდი ჯგუფი და დაიწყოს ნიადაგის შესწავლა. ნიადაგის. პირველი 3 წელი სწავლობენ ნიადაგს. მეორე 3 წელი სწავლობენ ფერმაში, შიგნით რა ხდება. 7 წელი ხო? 6 გავიდა. მე-7 წელს შედიან წარმოებაში. ჯერ 7 წელი არ დაწყებულა საქართველოში. ჯერ ის პირველი 3 წელი არ დაწყებულა. ანუ
ლაპარაკი ზედმეტი ემაზე რომ ჩვენ მოდიან აქ ჩამოდიან ჭამენ მოსწონთ გემრიელი ამბობ თუმცა აი მე მყავს ესეთი ძალიან კარგი გრანტი ესეთი გვარია გრანტი ტომას გრანტი არაჩვეულებრივი კაცია 80 წლის კაცი ამერიკელი ექსპერტია ხშირად ჩამოდიოდა ეხლა უკვე ვეღარ ჩამოდის არ ჭამდა ხოლმე ქართულ ყოს იმიტომ რომ არა მე არ ვიციო თქვენო ესაო რა ქვიაო ძალიან არა არის ძალიან მეო მქონდა შემთხვევა რომ ქარხანაშიო ამერიკაშიო 20 წლის მერე იპოვეს ბაქტერია რომელმაც ნაყინში შეიხშიახტა და ის ქარხანა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს დააბეტონეს ანუ ის იყო ძალიან ფრთხილი აი ამ ბაქტერიების მიმართ და ზემგზნობიარე რასაკვირველი ამიტომ ჩვენთან ჯერ ეს პროცესი ეს 7 წელი არ დაწყებულა 10 წელი ოდის დაიწყება ისიც არ ვიცი მაგრამ როცა დაიწყება ნუ მე მახსოვს ხა სრულიად ესე ყოველგვარი იმის garaშე მოუხვდი გერმანიაში მაშინ იყო ოტო დანელია ესეთი მინისტრი სოფლის მეურნეობის და მან დამპატიჟა ამ და ჩვენ წავიღეთ გასასინჯა ჩვენი ყოლები შემოწმებული საბუთებით ამბებით და რიგი იდგა ჩვენს გვერდით ბრიტანელები იყვნენ გონგი ქონდათ ჩამოარტყამდა ინწყობოდა ვაჭრობა და ნუ 1000-ებს აკეთებდე და ჩვენ ისე ვაჭრობდით და ჩვენ გაყიდვის უფლება არ გქონდა და ჩვენთან რიგი იყო და ის კაცი მწყევლი და რომ ეს ქალიო ხელს მიშლის რომ აჭვევს უფასოთო და მე აქო მყიდიო და მე ერთი კაცი მოვიდა და მითხა თქვენ ერთი ნაკლი გაქვთო არ ყიდით ამ ყოლს ვაქო თორე აი ხო ხედავთ რომ ხელარი ნუ უფასო იყო ახლა და უფასო რიგი არ ვიკვირს მაგრამ მოსწონდათ ფერმულით მოსწონდათ ის რა მაინტერესებს ქალბატონონა რომელი ყველი იწვევს ყველაზე მეტ ინტერესს უცხოელებში ქართული იცით იმის მერე რაც ჩემი პროექტი დავიწყე და ეს აღმოჩენებზე დავიწყე საუბარი ხო ჩვენ რა ვქონდა 4 ყველი ვქონდა ხო იმერული სულგუნი ქარხნის ყველი და გუდა მორჩ აი ეს 4 ახლა ყოველთვის როცა საჯარო ლექციები მაკო აბა რამდენი ყველი დღესაც კი ამ 4 ყველის იქით ვერ მიდის ამ 4 გოგონამ ტენილი გასინჯა სულ ახლა ხან და ახლა ხან გასინჯა მაშინ როცა ტენილი არის ნუ საუკუნეების ყველა სასწაულია მართლა საუბარი მაგრამ აი ეს მე მგონი მარტო მეგისი და ჩემი ბრალი არ არის იმიტომ რომ ჩვენამდე არ მოსულა ეს არა თუ იქ არ ჩახვედი თქვენ ბრალი საერთოდ არ არის მაგრამ წარმოებელი ერთი წარმოებელია მარტო ერთი წარმოებელია ერთი წარმოებელია მეტი არა ისევე როგორც გუდის ყველის მეგრული გუდის ყველის წარმოებელი არის ერთი ოჯახი გოტე ზარქუას ოჯახი და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ანე ბავარიაში ცხოვრობდნენ დიდხანს ჩამოვიდნენ ესე ჟილეტებით სომბრეროებით ლამაზი გერმანული განათლებით იყიდეს წინაპრების სახლი შეიძინეს თხა და დაიწყეს ამ მეგრული გუდის ყველის წარმოება და 3 თვე რიგში უნდა იდგე რომ შეგხვდეს ეგ ყველი იმდენად ცოტა ტენილით ცოტა ნარჩვი ეხლა გაკეთდა მენარჩვეთა ასოციაცია გაკეთდა 26 მენარჩვე გაერთიანეს მაგრამ ისევ ირაანსიანზე არის აქცენტი თუ ირაანსიანია პირველი მენარჩვე ქალი რომელსაც მე გამაგებინა ამ ყოლის არსებობა მორიდები დამირეკა და ქალბატონო არ გაინტერესებთ ერთი კარგი ყველი მინდა გაგასინჯოთ გავკანდი მაშინ რატო ავკანდი მესტიაში და ნუ რას ჭამ იმაზე უკეთეს აი მართლა სასწაული ყოლია ფრანგი ლაქტალისის წარმოადგენელი იყო ჩამოსული და მითხრა რომ აი ხა ხედავ 20 ბაქტერია შევიარაღებელი ფაქტი მაგრამ მაინც შევჭამ ამ ყველს ანუ ხეში კეთდება და ხეში რომ მზადდება ბევრი ასე ვთქვათ შეიძლება სტანდარტის თვალსაზრისით არ იყოს საინტერესო მაგრამ ნუ საგემოვნო თვისება აქვს ეს არის ასე ვთქვათ ფრჩხილებში ბყარებში გაფუჭებული ყველა უნდა გაფუჭდეს ყველი შემდეგ უნდა კარგად დაიფუჭდეს და დიდხანს რაც უფრო გაფუჭებულია ყველი ხო ნუ მე ვამბობ რომ ყველი გაფუჭებული არ არსებობს და თუ გაგიფუჭდებათ მე მომეცით იმას მოვუვლი აუცილებლად რომ ვიცი როგორ შევინახო შემდეგ ანუ მაინც ისე რომელი ყველი არის აი ახლოს ყველაზე მეტად ტენილი ნარჩვი დამბალხაჭო ჩოგი გუდის ყველი და კალტი ეს არის ხმელი კალტი და სველი კალტი აი სრულიად გიждები ანუ ცხოველები იმიტომ რომ ეს ისეთი როგორც აი სველ კალტს რო ჭამ აი ზუსტად იმ გერმანიაში გავაშინძეთ არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ქალბატონი რო ჭამდა სახე შეეშალა და ჩვენი მინისტრმა რაღაცა რა ვქენით რა არა მე თქო მოეწონა აშკარად თქვა რომ რა ცუდია რომ ეს აქ არ იყიდება ანუ ეს არის ყველი რომელიც გიყვება თავის თავზე ამბებს ყველაფერს ბალახ წყაროს აი მოხევე მე ყოველისა არ იყოს აი ინფორმაციით სავსეა დატენილია ინფორმაციით და ასია ნებისმიერი ყოველს აქვს ეს უნარი რომ თავის თავზე გიამბოს მაგრამ ამ ყოველს აქვს თავის განსაკუთრებული უნარი მაგალითად ამ კალტს სველ კალტს ხმელს კიდე თავისი ამბები ჭირს მაგრამ სველი კალტი არის ნუ აი არ ვიცი მთელი პოემაა რომელი რეგიონის
თუშეთს ეგონა თუ მარტო თუში ის არის მარტო თუშური გუდვასი არ არის თუშეთი უმდიდრესი არის წარმოებით და ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი ისევე როგორც აი სამეგრელოში თვითონ სამეგრელოშიც კი ცოტა მიცოდა მეგრული გუდის ყოლის არსებობა ეხლა უკვე ყველა მიცის ეს იმიტომ რომ მივიწყებული იყო მივიწყებული ჩემი მისია ზუსტად ეს არის რომ მივიწყებულ ყოლებთან მიმიწვდა ხელი და ნუ რაღაცა ღმერთმა გამომიგზავნა ეს პროექტორი ნამდვილად არ ვიმსახურებდი ასეთ კარგ პროექტს ჩვენი იდეაც ეს არის რომ ტრადიციულიც გავაცოცხლოთ და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით რაც შეიძლება გავაფართოვოთ. თუნდაც ის ხელმისაწვდომობა, რასაც გულისხმობთ, რომ ერთი ადამიანი აკეთებს, ერთი ადამიანი აწარმოებს და მეც რამოდენიმე თვე ველოდი რომ როდის გავსინჯავდი ამ საოცარ ყველს, იქნებ რაღაცით დავანახოთ ამ ადამიანებს, რომლებიც იწყებენ, აგრძელებენ, რომ ეს შესაძლებლობები მივცეთ. ესეც რა თქმა უნდა, გიხდებოდით რომ ჩემი დაწერილია. მუდმივად ესე იგი სატოპკეს მიგდებს ჩვენი წამყვანი ადამიანი. ნახეთ ერთი სიტყვა ჯადოსნური ინვესტიცია და კიდევ ერთხელ ინვესტიცია. უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი ფულიანმა ადამიანებმა, ფულიანმა ინსტიტუტებმა, ვისაც ხელეწიფება დაფინანსება. ახლა როგორ შეიძლება მაგალითად ირას და ლელას და აი ახალგაზრდა გოგონაზის სამწუხაროდ მის სახელი არ ვიცი. ნახეთ, როგორ შეიძლება მათ საერთოდ აი ფიქრიც კი ქონდეთ, შეღონება ქონდეთ, რომ აი კარგი გამართული საწარმო არ ქონდეთ, კარგი ფერმა. ეს ადამიანები უზარმაზარ შრომას და ენერგიას ხარჯავენ, ხო? ის რომ შენ დღეს გინდა რომ ტენილი ჭამო და ნარჩვი ქონდეს სუფრაზე მუდმივად, იმ ირას უნდა ქონდეს გაფართოების საშუალება. იმ 26 ადამიანს რომელმაც გააკეთა მენარჩვეთა ასოციაცია, უნდა ქონდეს განვითარების საშუალება. სხვათა შორის აი რა მინდა გადმოვიღოთ ევროპიდან. კატასტროფული ინვესტირება, კატასტროფული საგრანტე პროგრამები რძის პროდუქტებში. იმიტომ რომ აი პური შეიძლება არ ვჭამო, მაგრამ ყოლის გარეშე არ შემიძლია. დამოკიდებულება სიწვევს ეს. ესე ჩემთვის სასიცოცხლო აუც ჩემთვის კი არა ყველა მხოლოდ მათთვის ვისაც რძის მიუღებლობა აჭირს, იმაზე არ ვლაპარაკობ, ძალიან ცოტა პროცენტია. ცოტა პროცენტი 0.8 თუ არ ვიცი. რაღაც ძალიან ცოტა პროცენტი, დანარჩენ კაცობრიობას ჭირს ამ უყველოთ არ შეუძლია. რძის პროდუქტის გარეშე არ შეუძლია. ზოგს ზემჟავა პროდუქტები და მააწვნები, იოგურტები და ხაჭოები და ნადუღები და ასე შემდეგ. ზოგს და ყველის გარეშე არ შეუძლია. ამაში ინვესტირება თვითონ ინვესტორისაც მომგებიანია. კატასტროფულად მომგებიანი, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ადამიანმა იყიდოს სხვა სიტყვაზე 100 ლარის ყველი. და აი ესე საკმაოდ პური შეიძლება 10 ლარი გადაიხადოს, მაგრამ ყველში გადაიხადოს 100 ლარი, იმიტომ რომ იქ რაღაცა მრავალფეროვნება უნდა და აგერ კითხეთ გალტონ ირას, რამდენს ურეკავენ თბილისიდან და იმ თავის მწირი შესაძლებლობებით რომ პატარა ფერმა აქვს, რა კიდევ არის მოთხოვნა უბრალოდ მოთხოვნა არის არის ისეთი რომ აი ახლა მე ყველის მუზეუმზე ვმუშაობ კონცეფციაზე და აი არ მეშინია აუცილებლად ყველის მუზეუმის გარშე მე ამ სამყაროდან არ წავალ შემოგარენში აუცილებლად თბილისის მაგრამ ნახეთ როგორია მე რომ ესეთი მუზეუმი დასაკვირველია ყველის საწარმოცენთად გავაკეთო მე ზუსტად ვიცი რამდენ ხანში მექნება ბევრი ფული ცოტა კი არა ბევრი და ყველა მეყველეს ექნება ბევრი ფული თუ ვინმე ან სახელმწიფო ან ინსტიტუტები აი ამ კაპიტალის მქონე ფულადი კაპიტალის მქონე ინსტიტუტები თუ ამაში ჩაადებენ ჩაასხამენ ინვესტიციას ისინიც იხეირებენ და ქვეყანა თავისთავად იმიტომ რომ აი იმპორტი მე ძალიან მალე მოახლოვდება იმიტომ რომ უნიკალურია ქვეყანას რომელსაც აქვს დედამიწის მოდელი კიდევ ერთხელ გავიმეორებ არა მარტო სამეგრელოს ანუ ეგერ უდაბნო გვაქვს ეგერ თოვლიანი მწვერვალები გვაქვს სუბტროპიკ აი მთელი დედამიწის მოდელია ეს პატარა საქართველო აქ გაკეთებული ყველია არანაკლებ ხმაურიანი იქნება ვიდრე შვეიცარიული ყველია არანაკლებ ხმაურიანი იქნება ვიდრე ფრანგული ყველია ხო ხდებით ღვინოში რომ წავედით ძალიან წინ ეს ჩვენი დამსახურება არ არის მაშინ კომუნისტების დროს თქო ნიკოლე კიშვილმა ჩადო ძალიან დიდი შრომა და ენერგია და გაიტანა საზღვარგარეთ ჩვენი ღვინო და დღემდე მას აქ პავილიონი ინგლისში ბრიტანეთში პავილიონი მუზეუმი იხსნება ქართული პავილიონი ქართული ქვევრის ღვინოთი იგივე მოხდება დერგის ყოლზე რომ დავიწყო მე ლაპარაკი ხვალდილამდე ვერ გამაჩერებთ ძალიან მეწოდებთ იმიტომ რომ ზუსტად იგივეა რაც ქვევრის ღვინო დერგის ყველი ზუსტად იგივეა თიხაში დავარგებული ყველი ნუ სხვა გემოთი სხვა რაღაცა სხვა ისტორია აქვს და სხვა ამბების მოყოლა შეუძლია. ამდენად რასაკვირველია როგორც ღვინოში ჩაისხა დიდი ინვესტიცია და დიდი ყურადღება, ყველშიც უნდა მოხდეს იგივე. წარმოების პროცესის გამარტივებაზე ვსაუბრობდით და აქვე მინდა ვთქვა, რომ ციფრულმა განვითარებამაც კომფორტი მოიტანა ფინანსურ სამყაროში, მათ შორის ჩვენმა პარტნიორმა კრედო ბანკმა, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მობაილ ბანკის აპლიკაცია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ყველა პროდუქტი.
და ეს ძალიან კარგია განსაკუთრებით რეგიონში, როცა ადამიანებს ადრე უწევდათ ტრანსპორტით ან ფეხით სიარული რომ მისულიყვნენ სხვადასხვა ფილიალებში, აქედან გამომდინარე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მოემსახურონ თავიანთ თავს და მიიღონ ძალიან კარგი სერვისი. აქედან გამომდინარე დაზოგავენ დროს, იქნებიან უფრო ბედნიერები და მეტი დრო ექნებათ ცხოვრებისთვის. აი იმ საოცარი საქმის კეთებისთვის, რაზეც ვისაუბრეთ. ნამდვილად. ჩვენთან სტუმრად არიან ასევე კრედო ბანკის ბენეფიციარები, რომლებმაც შეღავათიანი დაკრედიტებით ეს საქმიანობა წამოიწყეს, ან უფრო გააფართოვეს. მოусმინოთ მათ ისტორიებს, ძალიან საინტერესო იქნება და კითხვებსაც ასევე ქალბატონ ანასთან თუ რაიმე კითხვა გექნებათ, მოვისმენთ. მოგესალმებით, მე ვარ ანა ჯგერენაია, ფერმერი მარტვილიდან. მადლობა მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. მოკლედ ვიტყვი ჩემს ისტორიას და მე ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობთ და გავაგრძელოთ და რაღაცა პატარა კითხვა არა, უფრო თემა არის, რომლის განხილვაც მსურს თქვენთან ერთად. ჩემი ისტორია დაიწყო დაახლოებით 4 წლის წინ, როდესაც მშობლებთან ერთად გადავწყვიტე ფერმის გაფართოება, მაგრამ ეს იყო მხოლოდ იდეის დონეზე, უბრალოდ ფერმის გაფართოება, მეტი არაფერი. აქედან დაიწყო ეს ისტორია, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი ავიღეთ და გავაკეთეთ ფერმა, რომელიც უკვე იყო დაახლოებით 30 წულზე გათვლილი. მაშინ, როდესაც თავიდან მქონდა სულ რაღაც 7-8 კვადრატი ფერმა და ეს საერთოდ არ იყო საკმარისი, პირობებიც არ იყო შესაბამისი და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე ფერმა რომ გაიზარდა დღიური რძის რაოდენობაც. ამ ყველაფერი ისე შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს უბრალოდ საოჯახო სამზარეულოში კი არ გაგვეკეთებინა, სპეციალური გარემო შეგვექმნა ამ რძის პროდუქტებისათვის, იმიტომ რომ დღეს ბევრი ვისაუბრეთ თუ რამდენად ფაქიზია რძის პროდუქტი და რამდენი მოვლა, ასე რომ ვთქვათ, სჭირდება. ამიტომ გავაკეთეთ საწარმო. ოღონდ გრანტების უმეტესობა შიდა ინტერიერის მოწყობას ან თუნდაც სარემონტო სამუშაოებს ნაკლებად დაფინანსებს და სწორედ მაშინ გამოვიყენეთ კრედო ბანკის აგროსესხი, რომლის მიხედვითაც, ასე რომ ვთქვათ, აშენებულ საწარმოში უკვე შიგა სამუშაოები დავასრულეთ და რამაც მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ სუფთა შესაბამის გარემოში მხოლოდ რძის პროდუქტებისათვის გათვლილ სამზარეულოში, ასე რომ ვთქვათ, გვეწარმოებინა ეს პროდუქტები. და აქედან დაიწყო ეს ჩვენი ისტორია, რომელშიც გრანტეორებიც იყვნენ ჩართულები, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, სხვადასხვა პროექტებიც და ასე რომ ვთქვათ, FAO-ს შემდეგ იყო უკვე FAO-ს ეს კურსები, რომლებზეც დღეს ვახსენეთ და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, მარტო ჩემთან კი არა, ირა და კიდევ სხვა ქალბატონები არიან, რომლებთანაც მოხდა ასე რომ ვთქვათ, სწავლება ამ ყველაფრის. კი, თავიდან იცით როგორ იყო სოფელში, იყო ესეთი მოსაზრება, რომ ამდენი წელი არ ძეს ვაკეთებ და ვიღაცა თქვენ რა უნდა გვასწავლოთ ხო? აი, ზუსტად ეგ დამოკიდებულება იყო, დიახ, რომ ვინ გუში ცოტა ისეთი ქალბატონები, ანუ ჩემ მშობლების თაობა ესეთ რაღაცას ამბობდნენ, რომ ამდენი წელი არ ძეს ვაკეთებ, ყოველს ვაკეთებ და გუშინდელმა ბავშვმა რა უნდა მასწავლოს, ფრაზა იყო ზუსტად ეს. მაგრამ ეს სკოლა იყო საკმაოდ წარმატებული, იმიტომ რომ ქერქიანი ყველის დამზადება ვისწავლეთ სწორად თურმე ამდენი ხანი რაც ვიცოდით ეს წინაპრებისგან კი კარგია, მაგრამ თანამედროვე კვლევების, ტექნოლოგიების და ყველა რა ბენეფიტიც გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, თანამედროვე სამყარო, რასაც გვაძლევს, ამ ყველაფრის გამოყენება ვისწავლეთ, ასე რომ ვთქვათ, ამ ჩვენს წარმოებაში. ამიტომაც ვთვლი, რომ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო პროექტები და გრანტები არის იმ დიდი წვლილის, ასე რომ ვთქვათ, შემტანი ჩვენთვის ფერმერებისთვის და დამწყები სტარტაპერებისთვის, იმიტომ რომ მე და დამწყებ სტარტაპერს კი არა, დიდ ბიზნესს აქვს ხოლმე ზოგჯერ ფინანსური პრობლემა და დიდ ბიზნესს სჭირდება, ასე რომ ვთქვათ, ხელშეწყობა ამ მსგავს საქმეში. და უბრალოდ მე ცოტა მაწუხებს ეს თემა, რომ არ არის სათანადოდ დაფასებული, ანუ ყველა კუთხეში შეიძლება ვიპოვოთ ბრჭყალებში ყველი, მაგრამ არ ვიცით სად არის გაკეთებული, როგორ არის გაკეთებული. ზოგჯერ იმაზეც არის საუბარი, რომ და ვიცით, ანუ არის რძისგან არ არის დამზადებული, რძის ფხვნილს იყენებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ის თემა, რაზეც ასე რომ ვთქვათ, საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც, რომ მოვისმინოთ და ვთვლი, რომ რაღაც დოზით ამ მხრივ პრობლემები გვაქვს ჩვენ, ჯერ ბევრი რაღაცა გვაქვს დასახვეწი, მაგრამ ეს არის ის თემა, რაზეც მინდოდა ვთქვათ, გვესაუბრა დღეს. მეც ქვეკითხვა იქნება, რომ ბევრ რეგიონში, სადაც ვისვენებთ ხოლმე და ესე დავდივართ, ხშირად მესმის, რომ არ უნდათ ვთქვათ, ბევრი არიდებს თავს
თქვათ მეცხოველეობას ამ კუთხით და აქედან გამომდინარე არის დეფიციტი და შემოდის ფხვნილი, ხო მართალი ვარ? კი ბატონო. და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ რაღაცნაირად ჩვენი თავი, ჩვენი ბაზარი, ჩვენივე რძით გავაკმაყოფილოთ? ყველა ქვეყანამ და საქართველოს ვერ იქნება გამონაკრისი ვერანაირად და უნდა გაიაროს ეს გზა. ყველა ქვეყანამ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, შევიდეს ასე ვთქვათ წილში, ერთგვარ წილში, ანუ საგრანტე კომპონენტით და შეუძინოს, პირუტყვი, ვერ შეიძენს დღეს ჩვეულებრივი გლეხი და ფერმერი ვერ შეიძენს ძალიან ძვირადღირებულია, მაღალ პროდუქტი, ეხლა მაგალითად ჩემს მეგობრებს ბევრს ყავს, დაბალ პროდუქტიული საქონელი და ნუ თავს ვიმართლებთ, იმიტომ რომ აი სამაგეროთ მაღალი ცხიმია, სამაგეროთ უნიკალურია, მაგრამ იქ არის ძროხა, რომელიც იწვევება 35 ლიტრიდან 60 ליטრამდე. ისრაელში 80 ლიტრიანი ძროხები დგას, უბრალოდ საწოდავია ძროხა რო დგას, ეს სური იმხელა, მოულად სასაკურველო რთულია, იმიტომ რომ ის ძროხები, რომელზეც მე ვსაუბრობ, მაღალ პროდუქტულ ძროხებს, იმას ჯოგში ვერ გაუშვებ, იმას ნახირში ვერ გაუშვებ, იმიტომ რომ სიარული არ შეუძლია, იმიტომ რომ იღლება რასაკურველი, იმიტომ რომ ბაგურკვებაზე უნდა იყოს, ბაგაში უნდა ყავდეს დამული ის იგივე ისრაელში რომ ფერმები მაქვს ნანახი აი კიბუცებთან და მუშაობებთან ბევრჯერ არა ვარ ნამყოფ მაგრამ ამდენჯერაც ვარ ჩასული ნუ როგორ გითხრათ ჩემზე კარგ პირობებში არიან იმიტომ რომ იქ ნიავი უბერავს იქ წყალი ნამი მოდის და ტრიალებს ეს ვენტილაცია და იქ ციცხია მაღალი ტემპერატურა მაგრამ ძროხა საერთოდ ვერ გზნობს რომ 45 გრადუსია გარეთ თუმცა ესეთი გადახურულში არიან კედლები არა აქვს ფერმას ღია ფერმა საერთოდ რაც უფრო მეტი სინათლე აქვს ძროხას რაც უფრო მეტი წყალი აქვს რაც უფრო საჭმელი უყრია ისე კი არა შე რომ 3 საათზე უნდა აჭამო და 4 საათზე ის მაშინ ჭამს თუმცა მას უნდა მაშინ შლამს იმ წყალს აი ამ პირობებს ბუნებრივ პირობებს ვინც უქმნის ესეც ცოდნა აი ის იმპორტით ჩვენ მჭირდება მუდმივად ხო ფერმების ორგანიზება ორგანიზებული ფერმების არსებობა და მოწყობა არ შეუძლია რიგით ადამიანს ეს არის ძვირი სიამოვნება სადღაც კარგი ფერმა 200-იანი მილიონზე მეტი ჯდება ამიტომ ჯერ სამწუხაროდ ლარი თუ ლარი მილიონი ლარი აქ თორე შვეიცარიაში შვეიცარიაში ნახეთ ძალიან ძვირი 200-იანი რომელიც გაძლევს კატასტროფულ მოგებას ერთი წლის თავზე. აი ის ამბობს ძალიან მწვავე და ისეთი რთული კითხვა დასვა, რომ ცოტა პასუხის გაცემაც გამიჭირდება, იმიტომ რომ როდესაც ერთ-ერთ რესტორანში ყოველი გამასინჯეს და გადავირიე ისე მომეწონა, ეს ბატონი მეუბნება ქალბატონო, თქვენ როგორ შეგეშალათ ეს ფხნილზე დამზადებული. ისე დაოსტატდნენ ტექნოლოგიები, რომ აი თქვა იქ კარაქი გაუკეთა, არ გაუკეთა ტრანსცხიმის სიტყვას, მაგრამ კარგი ნაღების კარაქი გამოიყენა, აღდგენილი რძე ტრაგედია კი არ არის. ტრაგედია არის ტრანსცხიმი, რომელშიც იყენებენ თუ ტრანსხიმიერი დამაზიანებელი თორე თუ ნაღები გაუკეთა და აღდგენილი ზე რა არის 1000 გრადუს ტემპერატურაზე გაუწყლოვებული იგივე ზე რომელიც ხნილად გადაიქცე ის კი არ არის ტრაგედია წყალს გაურევ და ის აღდგება თუ ასაკურველი ყოველთვის შეება კარგი და ნედლირძის არ ექნება მაგრამ ანუ დამღუპელი არ არის არანაირად უვნებელია ყველანაირად უბრალოდ სარგებელი აქვს ჩალა ჩაულებრივი გემოვნურთვისებებსაც ეთყობა კი თუ გაუკეთებ ნაღებს ის კარგი ყველი გამოვა იქიდან მაგრამ არა ისეთი როგორც არაფასტერიზებული და ნედლირისგან გამოდის როგორ გავარჩიოთ თუ მასში არის ძალიან ისე დაბალი ხარისის ცხიმი გამოყებული ასაკურველი მიხვდები მე რაც გამასინჯეს და მოვტყუდიყო მაღალი ხარისის ნაღებისგან გაკეთებული და აი ასე შეიძლება მოგატყუონ რთულია ამის გარჩევა მარტო ლაბორატორია თუ გარკვევს ამიტომ ყველაზე მთავარი არის მარეგულირებელი ინსტიტუტები, რომელიც გავალდებულებს დაწერო, აღდგენილი რძისგან გააკეთე ეს ყველი შენ და პროდუქტი, თუ ნედლი რძისგან, თუ ამას დაარღვევ, ეს უკვე თაღლითობა და ჩვეულებრივად იჯება ციხით. გასაგები. თავარი პრობლემა დღეს ეს არის, თუ სხვა პრობლემების წინაშე დგანან მეყველეები, რომ შევაჯამოთ დღეს ამ მიმართულებით, რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა? რძის დეფიციტი. ჩვენ რომ მქონდეს გადასასხმელი რძე, როგორიც მაგალითად გაგიკვირდებათ, მაგრამ სომხეთს აქვს. აზერბაიჯანს აქვს ძალიან ბევრი რძე, ბელორუსიის რძის პროდუქტებს თბილისში იცით თქვენ სანთლით დაეძებთ. კი, სხვათა შორის კი. ბელორუსები ჩამოვიდნენ და კასპში გააკეთეს, თუ არ ვწდები კასპში თუ ქარელში, ერთ-ერთში გააკეთეს უზარმაზარ 2000 სულიანი ფერმა და მთელი თბილისი სანტე და ყველა ეს კომპანიები მიდიან და მისგან ყიდულობენ გუდვილი, ყველა რიგში დგანან რომ რძე შეიძენ. რატომ შეიძლება ბელორუსელმა გააკეთოს და ჩადოს ამაში ინვესტიცია და გააკეთა თურქმა ახალგაზრდა კაცმა, სხვათა შორის საადახლოსკენ გააკეთა ასევე 2000 სულიანი. არის ყვარლის ბაგა კი ყვარლის ბაგა კი ბატონო ცნობილი ყვარლის ბაგა ხო ანუ მაგრამ ეს არის 5 წალი აი
10 თიც ვერ დავაკავებ, რო გითხრათ, რამდენი ორგანიზებული ფერმაა საქართველოს, ძალიან ცოტა. რძის დეფიციტი. დანარჩენი ამაზე ზედნაშენი პრობლემები კიდე სხვა ფუფუნებაა, ასე ვთქვათ, მაგაზე ლაპარაკი, რა პრობლემები გვაქვს, ბევრი, მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რძის უქონლობა. ამიტომ არის მოჭარბებული ეს ამდენი ფხვნილი, ამდენი აღდგენილი, ამდენი რაღაცა იმპორტული მაიმუნობა, ასე ვთქვათ და ხვდებით, აი ეს არის მთავარი პრობლემა, რძის დეფიციტი. ფერმები გაჩნდება, ჩვენ ისეთი კარგი ისტორია გვაქვს, ისეთი კარგი სამეურნეო კულტურა გვაქვს, რომ აი ნახავთ ტურიზმის როგორ მოებმება მე ამას, იმიტომ რომ ყველის და ღვინის ტურიზმი ხო წარმოგიდგენთ, რეებს და ატრიალებს, როცა აი ესეთი გემრიელობები შეიძლება შექმნას ქართულმა სამეურნეო კულტურამ. მეგობრებო, ჩვენებურ პოდკასტში დღეს ასევე მონაწილეობენ ადგილობრივი მეწარმეების, რომელზეც ვისაუბრეთ და მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, მოусმინოთ ლეილა შელიას, რომელიც არის პედაგოგი და რომელსაც აქვს თავისი ყველის დამზადების მეთოდი. და ქალბატონო ლეილა, გისმენთ. მოგესალმებით. გვაქვს პატარა საოჯახო ტიპის ფერმა, სადაც გვყავს 4 მეწყვლელი საქონელი. დიასახლისი გავხდი და სულ იმას ვწუწუნებდი ჩემთვის, რომ აი ჩემს ხელში რომ გადმოვა საოჯახო მეურნეობა, რომ არაფერი არ მეყოლება. არაფერი აღარ მეყოლება. მე ვიქნები მე, მაგრამ ეს იყო ძალიან მცდარი აზრი. მე კი არა, ვაჯობე იმ ადამიანებს, ვინც ოჯახი დამხვდა და ვინც მასწავლა ამ წვრილ ფეხას თუ 4 ფეხას საქონლის სიყვარული და ასეთნაირად დაეწყო ეს ყველაფერი. ნადუხში, ხაჭოში, ყველაფერში გამეკეთებინა რაღაც ჩემი ხელწერა და დღეს მე აქ მომაქ ორი სახეობის რძის ნაწარმი. ერთს დავარქვი დუღაშე, ანუ დუღილის შედეგად მიღებული მასაა, ხოლო მეორეს ხადაში. ჩემს მომხმარებელს ძალიან მოსწონს ჩემი სელეგინი, დავისესხები ქალბატონ. სელეგინს არ ამბობს, სელეგინი. მეც აღარ ვიტყვი, ჩავალ სახლში, სელეგინი გვაქვს და იმტრიონ თავი რომელ ყოლს გულისხმობ. ყველა ამბობს, რომ არის განსაკუთრებულად გემრიელი და ამ კომპლიმენტსაც ვღებულობ, მაგრამ მომწონს ჩვენი მთის ყველი, ჩემს ბრენდს ქვია ტობეშური, იმიტომ რომ ტობეშის საძოვრებია ჩვენს სოფელში და ეს ალბათ ასოცირდება ტობავარჩხელთან ახლოს, რომ ვართ მემართულებითაც. მინდა გითხრათ, რომ სელეგინი არის მეფე ჩვენი ყველის. მე ასე ვიტყოდი ამას. ჩვენებური, მეგრულად ვიტყვი, ფუჩხოლია, დაფშნილი პიტნიანი ყველი. ჩვენებური ნადუღი, აგრეთვე ხაჭო, ეს ის პროდუქტებია, რაც ამშვენებს ჩვენს ქართულ მეგრულ სუფრას. უკვე ქალბატონი ამბობს გუდის ყოლს და ჩემთვისაც მზადდება ახლა გუდა და მომესწრება ალბათ 3-4 თვის შემდეგ, მაგრამ ჩვენ მას ნაჭერში ვასხამთ და აი ამ ნაჭერში შრება და იბოლება ეს მაწონი და აქვს მშვენიერი გემო. სამხელოს რომ აჩადებული სარწმევია. მე ჩემი წინაპრებისგან ვნახე ეს ჩემს ოჯახში, სადაც გავიზარდე და დავიბადე იქ არა, მაგრამ რომელ ოჯახშიც მე მოვხვდი, ხალხმრავალი ოჯახი იყო, მრავალშვილიანი ჩემი დედამთილი და იქ სულ იყო ყოველთვის ესეთი შებოლილი მაწონი, რომელსაც ჰქვია ჭიღრაში. აქვს არსებობის უფლება მაგ ვერსია, თუმცა მეგრული გუდის ყველი მაინც არის აჭრილი რძე. მაწონი სხვა კულტურაა, აჭრილი რძე სხვა კულტურაა. მაწონს თავისი მჟავიანობა აქვს, ის უფრო მოტკბო არის და უფრო ინარჩუნებს და გუდის ყველში, გუდაში იმიტომ კეთდება და იმ გუდას თავისი მიკროფლორა აქვს. იმას იმდენი რაღაცა აქვს, შიგნით ნაჭერი ვერასდროს ვერ მიცემს, ვერც აგემნოთისებას, ვერც ისე ვერ მოაყოლებს როგორც საჭირო. ანუ ეს კარგად მაქვს შესწავლილი და Facebook-ზე ომიც მაქვს გადატანილი, სანამ არ დავიდასტურე კარგი მწარმოებელი. ძალიან ორი სხვადასხვა რაღაცა არის. აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა არის, თუმცა ორივე, აი მაგალითად დამბალ ხაჭო კეთდება დოზგან. ნახეთ, ყველი ამოიყვანა, დარჩა სითხე შრატიდან კიდე ამოიყვანა, კარაქი რო ამოიყვანა და რო დარჩა დო აი სითხე იქიდან კეთდება დამბალხაჭო, ამიტომ არის რძე ჩემთვის უდანაკარგო მეურნეობის წინვალე მაგალითი. ესეთი მეურნეობა არც ერთ სხვა ნედლეულს არ აქვს, როგორც რძეს. მაგრამ ნახეთ, დღეს აკეთებენ ჩვეულებრივი ხაჭოსგან. ხაჭო რო გააკ რძე რო მოახაჭოვა,
მოაგუნდავა, ჩამოდო ჩელტებზე და გააკეთა დამბალხაჭო იმისგან. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი დამბალხაჭო. ნამდვილი დამბალხაჭო არის ზუსტად ის, რომელიც იმ მთიულმა გლეხმა და ფერმერმა, ნომადმა გლეხმა, მომთაბარე, მან რა ქვია, ფერმერმა მიიღო აი 30 მეორადი, მესამედი ნედლეულისგან. იმიტოა უდანაკარგო, იმიტოა დამბალხაჭო საინტერესო პროდუქტი. ბოლოში რომ იყო, ისევეა მეგრული გუდისყველიც, კეთდება აჭრილი რძისგან, მაწონი სხვა კულტურაა და სხვა გემოა და სხვათვის. იქ ძემჟავა ბაქტერიები ისეთ რაღაცას აკეთებს, აი ეგრომ ამბად მოუყვე, ვერ მომყვები, იმიტომ რომ იქ ბრძოლები მიდის, მთელი ბრძოლები მიდის, რომ მიიღოს ის პროდუქტი, რაც მიიღო მაწვრის სახით. ქალბატონ ირა ლიპარტია ჩიქობავას მივესალმებით. ქალბატონო ირა, თქვენ როგორც ვიცით, ასევე ხაჭოს ექსპერიმენტებითაც ხართ დაკავებული, თანაც საკმაოდ წარმატებულად და სიამოვნებით მოვისმენთ ორივე მიმართულებით. თქვენს ისტორიას, თქვენს გამოწვევებს და ასევე თქვენს კითხვებს უპასუხებს ქალბატონი ანი. მე ვარ ვენერა ირა ლიპარტია ჩიქობავა, ორი სახელი, ორი გვარი. დავირქვი, ვიყავი ირა ლიპარტია, მაგრამ 40 წლის შემდეგ გავხდი ვენერა ლიპარტია და რატომ? ადრე დავქვრივდი და დავრჩი მარტო ობლებით. და არ მქონდა ცოდნა არაფრის. ვიყავი მეუღლეზე დამოკიდებული და ოჯახზე. და მითხრეს, რომ ფერმერობა არისო, კურსი და შეხვალო. და მე ვთქვი, ახლა 29-38 წლისგან რამე სწავლება, მაგრამ რამე და არ ვიცოდი, არ ცოდნა არ არის თორმე სირცხვილი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შევედი უკვე ასაკიანმა ახალგაზრდა ბავშვებთან. სტუდენტი გავხდი, ვისწავლე ფერმერობის ყველაფერი. და მიწის დამუშავება როგორ უნდა და ამ დროს რა დროს რა მომეყვანა არ ვიცოდი, მაგრამ ეტაპობრივად ვისწავლე კოლეჯში და გამოვიყენე სახლში, მაგრამ მქონდა ტრაქტორისტთან მისვლის იგი ყოველთვის როგორც ქალი მაბეჭავებდნენ და წინ კაცები იდგნენ, რომ კაცებთან მიდიოდნენ ტრაქტორისტი. ამ დროს მე დროს ვახელთებდი, რომ როცა პერირი და სმა და იმას დაიწყებდნენ, იმ დროს ვისწავლე ტრაქტორისტარება და მე თვითონ რა საინტერესოა. ყოჩახ თქვენ თვითონ ისწავლეთ? მე თვითონ ჩემი ტერიტორია დიდი იყო, ჰექტარობით იყო და სად არ გავდავარდებოდი, ქევიცოდი. გავიხედე მამას მოყავს ძროხა. თანაწოლა არ ვიცი არაფერი რა არის ეს. წველი დიდი და ნახევარი გარეთ ჩამომდიოდა. დღეს უკვე ამაყივა რომ მე ვაკეთებ მრავალსახეობის ყველს, როგორც იტალიურ და არტიზანულ, ასევე ტრადიციულსაც. ეხლა მე არ ვიტყვი რომ მაგარი გოგო ვარ და მაგარ ყოლებ და იმას, მაგარი გოგო ხართ, მაგარი გოგო ხართ. მართლა, ლეგენდა ხართ უკვე. მაგრამ რა ვიცი, მეუბნებიან კარგი ყველიაო და კაი გემოები აქო. ვაკეთებ გუშინ წინ ტერასის იმას გამოფენაზე ვიყავი და გემოებში გავიმარჯვე. გადმომცეს სიგელი, დიდი მადლობა მათ. ყველგან მიწვევენ და რა ვიცი, არ ამბობს როგორ ბოლავს. არც ვათქმევინებს არ და ის ბოლოს უნდა თქვა, ის შემოვინახო უნდა ბოლოს ჩემია. ხო და თქვენა გაუნდა თქვა, უნდა წეღავს საუბრობთ, უნდა აი იდი, აი ჩემი თქვი, აი ყველის ოსტატი, ერთთვიანი ყველის ოსტატის კურსი გავიარე და მეუბნებოდნენ, რა ჩემ ზურგს უკან ვისმენდი ამას. უსაქმურია ეს ქალი ზუგდიდში დადის, ძველი სენაკიდან. დილის 6 საათზე ვდგებოდი, საქონლებზე მიმელო, ყველა ბავშვებზე მიმეხედა. გამეშვა სკოლაში და მე წამოსულიყავი ზუგდიდში, მაშინ ვიყვანდი 1 კილო ყველს 8-9 ლიტრი და დღეს მე კილო 200 ყველი ამომაქ, ჩემი ტექნოლოგიებით. ჩაჭრა, დაყოვნება, ყველაფერი ყოფილა როგორ რა ვიცი, სასწავლებელი და გამოსაყენებელი. და მადლობელი ვარ, რომ ასეთი რაღაცა ვიცი და მინდა რომ სხვასაც გადავწე, მაგრამ ზოგი არ მისმენს, რომ რა უნდა ყველის ამოყვანა, რა უნდა კი რა ყველაფერი უნდა იმას, რომ ის გემო მივიღო. დიდი მადლობელი ვარ ფაოსგან, იმდენი რაღაცა გვასწავლეს, ინვენტარები მოგწეს. და ეხლა კიდე ბევრი რამე მინდა, რომ უფრო გაფართოვდი და უფრო ბევრი რამე რომ მქონდეს ინვენტარი. კარგად გილას. გამოყვანილი მაქვს ჩემი საკუთარი ყველები. ირაო, ჩემი ძველი სახელი დავერქვი ირაო, ახალი ვენერაა. იმიტომ რომ ქალბატონო ვენერად რომ მართავენ, სულ სხვა გონია ჩემი. ეხლა ახალი გამოუშვი საკნატუნა, რომელიც მოსწონთ ხალ ძალიან და მე ამაყივა რო ჩემი ყველით ასე დადიან და აკნატუნებენ და შებოლილი, მაგრამ რიდბოლა იმასაც არ ვიტყვი რომ ეს ჩემია. ქალბატონმა ანამ როგორც გითხრა, ასევე დღეს მოდიხართ ციფრული ტექნოლოგიების ტრენინგიდან. აი ზუსტად. აი ეს არ ვიცი და უნდა ვისწავლო. ვითარდები ნელ-ნელა. ნამდვილად, ციფრული ტექნოლოგიებია საბოლოოდ ის შესაძლებლობები, დღეს რომ მოვისმინე, ხო სად ვიყავი აქამდე მეთქი.
თურმე საჭირო დრო, საჭირო ადგილას მოვხდი. რა თქმა უნდა. წარმატებას გისურვებთ თელი. უღრმესი და მადლობა. ერთი კითხვა მინდა რომ მივცე, რაც თავარია ქალბატონ ნანას. აუცილებლად. ძალიან მიყვარს ეს პიროვნება, ძალიან ვაფასებ, მაგრამ დღეს მინდა რომ პაექრობა რომ გავუწიო და რატომ? აი ქალბატონო ანა, თქვენ ამბობთ რომ კაზლაყველი, ქერქიანი ყველი, გემოიანი ყველი უნდა ხალხს, ხო? ეს კი ბატონო ქერქიანი გავაკეთეთ, კაზლაყველი და ჩეჩოში ჩავდებით, მამა პაპურად. მაგრამ პასტერიზატორს რო გავუკეთებთ, გემოები გვეკარგება და ხალხის უნდობლობა და ის უსიამოვნება გავა, რომ გემო არ არის ძველი გემო. ამ ძველ გემო რო აღვადგინო, პასტერზე არ უნდა გავაკეთო მაშინ და როგორ იქნება ბაზარზე ამის მიწოდება? მე ამაზე ვისაუბრებ ცლად, ამიტომ ისე ახლა ძალიან მოკლედ გეტყვი და გავიმეორებ იმას, რომ თუ კი გარანტირებულად იცი, რომ შენი საქონელი, შენი პირუტყვი არის ჯანმრთელი, მოწვევის პროცესი არ დაარღვიე, გაგლირება გაციების შენახვის პროცესი არ დაარღვიე, ეს ყველაფერი დაიცავი ზუსტად. როგორც იცავდა შენი მამა წინაპარ იმან პასტერიზაცია საერთოდ არ იცოდა, ხო? თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, ვერავინ ვერ მოგთხოვს პასუხს. თუ შენ წარადგენ შენს იმას, კვირაში ერთხელ თუ წარადგენ, ხა ესტონეთში მაგრამ კვირაში ერთხელ რომ წარადგინოს რძე და ყველი მწარმოებელმა და ლაბორატორიის საღამოს უკვე აქ ლაბორატორიის და სამწუხაროდ ჩვენთან ეს ლაბორატორია არ არის, რომ დღეს რომ დილას მიიტან მას რა ქვია ნედლეულს და პროდუქტს და საღამოს პასუხი გქონდეს, 7 დღე უნდა ელოდო. ხო თან ცოტა ძვირია. ეს ყველაფერი რომ მოგვარდება შეთანხმებულად სახელმწიფოსა და ფერმერ მწარმოებელს შორის, მაშინ ასე მწოვეთ არ დადგება პასტერიზაციის თუ არაპასტერიზაციის თემა. ეს ჩემი ძროხების გაკება, თუ მე შევიძინე მიკლობადობა როგორ გავაკეთო? თუ შეიძინე, გინდა თუ არ გინდა მოგიწევს პასტერიზაცია. ვერაფერს, აი ვერანაირად, ვერც ერთი მწარმოებელი თავს ვერ დაიძვრენს ნაყიდი რძე თუ არ გაუკეთა პასტერიზაცია. შეუძლებელია. კაზლაყველი თუ გინდა ჩვენ კაზლაყველი ძველებური მამაპაპური იყოს, პასტერიზაცია არ უნდა გაუკეთოთ. თუ ნაყიდ რძეზე, ნაერთზე პეტრესგან, პავლესგან, ნინოსგან, იმისგან იყიდე რძე, შენ არიცი ამ 400 ძროხიდან, რომელს ქონდა რაიმე ერთმა ვედრო რძემ შეიძლება გააფუჭოს 400 ლიტრ რძე. ესტონეთში წავაწყდი ამას. 400 ლიტრ რძე შეიძლება ერთმა ვედრომ გააფუჭოს. ერთმა ვედრომ, რომელიც იქნება დაავადებული და სხვათა შორის ესტონეთში გადასარევად მოუარეს ამ პრობლემას, ადგნენ და იმ ფერმერს დაავალდებულეს სინჯარებით მოაქვთ ყოველ ორშაბათს მოაქვთ სინჯარებით ზე და ღმერთმა ნუქნას რომელიმე სინჯარაში რაიმე ტიპის გადაცდომა იყოს და დაავადება იყოს, მთელი იმ 400 ლიტრ რძის ფულს გადაიხდის ის ფერმერი, რომელსაც აღმოაჩნდება დაავადება. ხვდებით როგორ მოაგვარეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გამოიჭე, რა უნდა ქნა. ჩვენთან სამ თვეში ერთხელ გავალდებულებს სამწუხაროდ ჩვენი რეგულაცია და იქ ყოველ კვირა უნდა ჩააბარო რძე, რომ საღამოს პასუხი გქონდეს, რომ გავაკეთო თუ არა ყველი. ფერმერის გარანტია არ ვიცი, მაგრამ კრედო ბანკი მოგცემთ მაგის გარანტიას, რომ აუცილებლად დაგაფინანსებთ და თქვენ თავად გააფართოვებთ თქვენს მეურნეობას. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მეც მივაკითხო, შეიძლება კრედო ბანკს? აუცილებლად. ასევე მინდა გადაუხადო ჩვენს მეგობარს და ჩვენს სპონსორს და პარტნიორს მადლობა, კრედო ბანკს, ვის გარეშე არ იქნებოდა ჩვენებური პოდკასტი. და ასევე შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მობაილ აპლიკაციით MyCredo შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ისარგებლოთ ბანკის ყველა აბსოლუტურად ყველა მომსახურებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალურების გადახდა თანაც საკომისიოს გარეშე, ფულადი გზავნილების განაღდება თუ გაგზავნა და ვალუტის გაცვლა სპეცკურსით, საერთაშორისო გადარიცხვების წარმოება უცხოურ ფიზიკურ თუ იურიდიულ ანგარიშებზე მინიმალური საკომისიო ხარჯებით და მაქსიმალური სისწრაფით. ასევე საკრედიტო პროდუქტების თუ ბარათების მიღება, ანაბრის გახსნა და დანაზოგის საიმედო დაგროვება, დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობით და მრავალი სხვა. ასე რომ მადლობა კრედო ბანკს, ჩვენს მეგობარს და წარმდგენს და მეგი როგორ დაგიწერე, როგორ ამთავრებდი? უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო ანა. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ჩვენი ზუგდიდის სამეგრელოს ეპიზოდი ამით დასასრულს უახლოვდება. დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს, იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ინდუსტრიის ბევრი სასარგებლო და საინტერესო მიმართულება მივეცით, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად სპონსორები გამოჩნდებიან ამ ბიზნესში და აუცილებლად მალე ვიხილავთ ასევე ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ქართულ ყველს. წარმატებას გისურვებთ გულით და სულით.
მადლობა. აქედან ყველანი მივდივართ კრედობანკში. აუცილებლად. ან მობაილ აპლიკაციით ვაკეთებთ იგივეს. კი ბატონო. კი ბატონო. ასევე მეც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონო ანუ უღრმესი მადლობა. მადლობა ზუგდის, მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის. ყოველთვის მიხარია აქ ჩამოსვლა და რაღაცნაირად დღესაც სავსე ემოციებით ბრუნდები სახლში. და თქვენ კი გეტყვით ჩვენო YouTube საზოგადოებაო რომ გამოგვიწერეთ ჩართეთ ღილაკის არხი, დაგვიკომენტარეთ და ჩემთვის პირადად იყო ძალიან საინტერესო პოდკასტი, ბევრი რამ გავიგე და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო მეგობრებო. ასე რომ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.